ისტორიაში პირველად საქართველოს ერთ სულზე რეალური და მსყიდველ უნარიანი ეკონომიკის ზრდით 21 საუკუნის საუკეთესო სამეულშია. მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზები საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა და საქართველოს 2030 წლამდე ლიდერის პოზიციაზე მონიშნა. ეს აღიარება იმის, რომ საქართველოს მიდის სწორ გზაზე იმართება ქვეყანა სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, განსაკუთრებით თვალსაჩინოა და ხასგასასმელია 2012 წლის შენო განცდილი პროგრესი, რომლის გამოდას ამ დიდ წარმატებას მივაღწია და საქართველოს გააგრძელებს ძლიერ პროგრესს, კეთილდღეობა გაუმჯობესდება და 2030 წლისთვის საქართველოს გახდება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. სავალუტო ფონდის პოზიტიურ პროგნოზს ქართული ოცნება განცხადებით გამოეხმაურა და ყურადღება იმ პროგრესზე გაამახვილა, რასაც ქვეყნის ეკონომიკამ 2012 წლის შემდეგ მიაღწია. სავალუტო ფონდის პროგნოზით 2012 წლის შემდეგ ერთ სულზე მსყიდველ უნარიანი ეკონომიკის 12 წლიანი ზრდით საქართველოს მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ამ ლიდერობას 2030 წლისთვისაც ინარჩუნებს. ერთ სულზე რეალური ეკონომიკის 12 წლიანი ზრდით კი ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. 2028 წლიდან კი საუკეთესო სამეულში გადაინაცვლებს. მართვა მოხდა აბსოლუტურად სწორი პრინციპებით და სწორი მემართულებებით. რეალურად ეს არის ერთობა გადარჩენის სამშვიდობოზე გასვლის უშველებელი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. მაგრამ წარმოიდგინეთ, თუ არ გქონდეთ ეს ესეთი ბრუტალური შეტევა და ხელშეშლა შიგნით მეხუთე კოლონისაგან რამდენად უკეთესი მაჩვენებლები გვექნებოდა. ეს სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მიუხედავად ამისა, ჩვენ ფეხზე ვდგევართ, ვითარდებით. ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას ქართული ოცნება სწორი ეკონომიკური პოლიტიკით ხსნის. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებლები ხალხამდე ვერ მიდის, რადგან მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ეს არ აისახება. ქვეყანაში არის უმძიმესი სოციალური ფონი, რომელსაც ჩვენ ვერ ვებრძვით, იმით რომ ვისაუბროთ რაღაც ეკონომიკურ ზრდაზე, რომელსაც მოსახლეობა ვერ იგებს, რადგან ეს არ ისახება მათ ყოველდღიურობაზე. ეს დამსახურება იმ სწორი პოლიტიკის, ეკონომიკური პოლიტიკის, ის რომ როგორც პირველ ჯერზე მშვიდობა შევინარჩუნეთ და შემდეგ უკვე სტაბილური განვითარება. დაბალი საგადასახადო განაკვეთები, ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები და პროექტები და ბუნებრივია საინვესტიციო ყველა ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანა ვართ საქართველოს, მათ შორის ესტონური მოდელიც მოქმედებს ეკონომიკაში და ბიზნესში. შესაბამისად, ამის დამსახურებაა, რომ გვაქვს სტაბილური მაკროეკონომიკური პარამეტრები, მაღალი ეკონომიკური ზრდა. ვიდრე პროგნოზებს აფასებენ, ქვეყანა უკვე არსებულ გაზრდილ მაჩვენებლებს ითვლის. გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 10,7%-ით გაიზარდა. ამ მაჩვენებლით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა.